გეოპოლიტიკის პირველი თეორეტიზება შემოგთავაზა ბრიტანელმა მეცნიერმა ჰალფორდ მაკინდერმა, რომელიც განათლებით იყო გეოგრაფი და შემდგომ ის გახდა ლონდონის ეკონომიკური სკოლის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ მას თვითონ ტერმინი გეოპოლიტიკა არ გამოუყენებია, ის ითვლება აი ამ მიმართულების მამად. მან მე-20 საუკუნეში დაწერა ესეთი წიგნი სათაურით ისტორიის გეოგრაფიული საყრდენი, სადაც შემოგთავაზა მსოფლიო რუკის დაყოფა, სადაც ის ამბობს, რომ მთლიანად ევრაზიული მატერიკი საკუთარი აფრიკით წარმოადგენს მსოფლიოს კუნძულს და აი ამ მსოფლიოს კუნძულზე არსებობს საყრდენი ტერიტორია, pivot area, სადაც საზღვაო ძალებს, ამ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთს და შემდგომ უკვე შეერთებულ შტატებს არ შეუძლია კონტროლის დამყარება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტერიტორია არის შემოსაზღვრული გეოგრაფიული ჩამკეტებით. მსოფლიო კუნძულის ეს საყრდენი ტერიტორია მოიცავს დღევანდელი რუსეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ირანის ნაწილს და კავკასიის ნაწილს. და რატომ ეწოდებოდა საყრდენი ტერიტორია ამას? მაკინდერი ამბობს, რომ ეს ტერიტორია გეოგრაფიულად არის დაცული. დასავლეთიდან მას იცავს მდინარე ვოლგა, სამხრეთიდან ჰიმალაის მთები და ირანის უდაბნოები, სამხრეთ აღმოსავლეთში მდინარე იანძი, ხოლო ჩრდილოეთით ჩრდილოყინულოვანი ოკეანე. ანუ ეს ტერიტორია არის ის ტერიტორია, სადაც საზღვაო ძალებს, ამ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთს და შემდგომ უკვე შეერთებულ შტატებს არ შეუძლიათ უშუალო კონტროლის დამყარება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტერიტორიაზე მათ მიერ შეღწევა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. გამომდინარე ამ მოცემულობიდან მაკინდერი ამტკიცებდა, რომ საზღვაო იმპერიების კონკურენტი ძალა, მსოფლიო ძალა შეიძლება წარმოიქმნას აი ამ ტერიტორიებზე, შესაბამისად აუცილებელია აი ამ საყრდენი ტერიტორიის გარშემო რკალის, რომელსაც ეწოდება შიდა სასაზღვრო ნახევარკალი, აი ამ ტერიტორიაზე საზღვაო იმპერიებს ჰქონდეთ კონტროლი.